ეკოლოგიური სამართლის ცენტრი იპოდრომის მიმდებარე ტერიტორიაზე ხეების გაჩეხვის ფაქტს აპროტესტებს. ნიკოლოზ მჟავანაძის განცხადებით 28 ივნისს იპოდრომზე შპს ინვესტ კაპიტალის კუთვნილ ტერიტორიაზე მესაკუთრესთან შეუთანხმებლად თბილისის მერიის წარმომადგენლებმა საავტომობილო გზის გაყვანის მიზნით ხეების ჭრა დაიწყეს. შპს ინვესტ კაპიტალმა ტერიტორია შპს ჟოკეი კლუბიდან 2010 წელს შეიძინა. მჟავანაძის ინფორმაციით ამ დროისთვის მოჭრილია ასობით ხე. ეკოლოგიური სამართლის ცენტრი კანონდარღვევის ფაქტების დამადასტურებელ მასალებს პროკურატურას გადაუგზავნის. ცენტრის ბრალდებებს თბილისის მერია გამოეხმაურა. წინ ხელისუფლებამ დაიწყო ვანდალური ქმედების განხორციელება იპოდრომის ტერიტორიაზე. დაიღო კერძო საკუთრების უფლება, ვინაიდან ეს ტერიტორია ეკუთვნოდა ინვესტ კაპიტალს, შეიჭრა თბილისის მერიის მესვეურებით და რაც ყველაზე გასაკვირია, მაისურებით გაამწვანე შენი ქვეყანა, გაჩეხეს ასობით ძირი წიწვოვანი ნაწილი. ჩვენ აუცილებლად აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით შევიტანთ მასალებს უახლოეს დღეებში პროკურატურაში, იმიტომ რომ ხეებუჩქნარის უკანონო გაჩეხვა არის ეს 303 მუხლი, კონსტიტუციის 37 მუხლის დარღვევა, აგრეთვე პარლამენტის თბილისის მერიის მიერ მიღებული ნორმატიული აქტების დარღვევა. პირველ რიგში ხაზი უნდა გაუსვათ იმას, რომ ჩვენ მოქმედებთ კანონის სრული დაცვით. ასევე მოქმედებთ ხელშეკრულების სრული დაცვით, სადაც ნათლად წერია ის, რომ მიწის მესაკუთრე სრულ უფლებას აძლევს ქალაქს აწარმოოს გზის სარემონტო სამუშაოები. გარდა მაგისა, უნდა აღვნიშნოთ, რომ ჩვენთვის ცოტა გაუგებარია, რატო ექნება ამ პროექტს ხელი შეშლა, როდესაც ვიცით, რომ შემდგომში ეს არის კიდევ ერთი გადადგმული ნაბიჯი იმისაკენ, რომ გავტვირთოთ მოძრაობა ქალაქში.